წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარ შემოგვიერთდა სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური მამა გიორგი ვაშალომიძე. დაგლოცეთ მამა გიორგი, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ერთმა დაგლოცოთ, მეც გილოცავ და გვარავდეს უფლის კვართის და მადლმოსილი სვეტის მადლმოსილება. ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუდიის სტუმარი. ბუნებრივია ჩვენ დღევანდელ დღესასწაულზე ვსაუბრობთ, დღევანდელი დღესასწაულის არსზე, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი და არა მხოლოდ საეკლესიო მნიშვნელობის, ალბათ ეროვნული დღესასწაულიც არის, იმიტომ რომ ვიცით რომ სვეტიცხოველში ხდებოდა პატრიარქთა ინტრონიზაცია საუკუნეთა განმავლობაში, ასევე იკურთხებოდნენ საქართველოს მეფეები, არიან დასაფლავებული ბაგრატოვანი მეფეები, წმინდა მეფეები ჩვენი და ამ მხრივ არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი ეს ტაძარი. აი დღევანდელი დღესასწაულის არსზე თან ჩვენ საეკლესიო კალენდარს მოусმინეთ და ვნახეთ რომ არაერთი უმნიშვნელოვანესი წმინდანის ხსენებაც არის დღეს. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. თუმცა უმთავრესი არის ის რომ სვეტიცხოველი არის სავანე უფლის კვართისა. აქედან იწყება ყველაფერი და შემდგომ ის რაც თქვენ ჩამოთვალეთ ძალიან მართებულად დღევანდელი ხსენიება ის წმინდანების უშუალოდ კავშირში არიან სვეტიცხოველთან და იმ ისტორიასთან, რაც სვეტიცხოვლის აღშენებლობას თუ მის მნიშვნელობას უკავშირდება. ეხლა დავიწყოთ ცოტა შორიდან გულისხმობ რას ამ საკითხზე მსჯელობა უპრიანი იქნება ორი მიმართულებით წარმართოთ. ერთი მიმართულება ასე ვთქვათ საღვთისმეტყველო ხასიათისაა, რაც უკავშირდება უფლის კვართს, იმიტომ რომ მაინც აქ უმთავრესი უფლის კვართია. უფლის კვართით იწყება და მთავრდება და გრძელდება ეს ყოველივე. და შემდგომ ისტორიული ჭრილი თუ რატომ, რისთვის და როგორ მოხდა ის ჩვენს ქვეყანაში. ამ დღესაც მოკლედ აი ეს უფლის კვართთან დაკავშირებით უნდა ითქვას ის, რომ ამ უფლის კვართთან დაკავშირებით ნაუწყები გვაქვს ჩვენ სახარებაში, კერძოდ იოანეს სახარებაში ამ კვართთან მიმართებაში წერია, რომ ეს კვართი იყო უკერվել ზეით მოქსოვილ ყოვლად. ანუ თანამედროვე ქართულად ვთქვათ, ეს იყო ზევიდან გარდამოქსოვილი უკერველი, ანუ მას არ შეხებია ადამიანის ხელი, ის იყო რა თქმა უნდა ის ნივთიერი სახის იყო ეგზეგეტიკის თანახმად, მაგრამ ამ ნივთიერებას მსჭვალავდა მადლი სულისაწმინდისა, საღვთო მადლი, რომელიც ამ კვართს აქცევდა უხსნელად და უვნებოდ. აი ესეთი კვართი ეცვა მაცხოვარს, სხვათა შორის არსებობს გარდამოცემა, რომ ეს კვართი მას ბავშვობიდან ეცვა და ანუ როცა მაცხოვარი იზრდებოდა როგორც კაცი, ეს კვართიც მას ვთქვათ იზრდებოდა კი ბატონო. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აი ეს კვართი ქრისტიანულ სოფხედვაში მოიაზრება არა მხოლოდ როგორც ტანსაცმელი მაცხოვრის, არამედ ძალიან სიღრმისეული სახისმეტყველებითი დატვირთვა აქვს მას. პირველ რიგში უნდა ვთქვათ ის, რომ ეს კვართი არის სახე ეკლესიის ერთობის, ანუ მაგალითად უდიდესი წმინდა მამა კვიპრიანე კართაგენელი, რომელიც საგანგებოდ საუბრობს ამ კვართთან დაკავშირებით, ამბობს, რომ ეს კვართი, ამ კვართის ერთობა არის სახე ეკლესიის ერთობისა და აი ის, რომ ზეიდან მოქსოვილ ყოვლად იყო, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ზეციდან ჭეშმარიტება მოვიდა, ანუ ქრისტეზეა აქ ვთქვათ მითითება. და ნუ ისეც მიენიჭა კვართი ამაზეც მივალთ აუცილებლად, რა თქმა უნდა. გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ განურღვეველი ეკლესიის კვართი არის ესო და იოანე ოქროპირის აქვს საინტერესო ძალიან და სიღრმისეული განმარტება ამასთან დაკავშირებით. ის კვართში მოიაზრებს ზეღმერთის ღვთაებრივ ბუნებას. თქვენ იცით, რომ საეკლესიო სწავლების თანახმად ზეღმერთს აქვს ორი ბუნება, ღვთაებრივი და ადამიანური და აი სწორედ ღვთაებრივ ბუნებას მოიაზრებს, ანუ ამ კვართის უხსნელებაში, ამ კვართის ღვთაებრივ ვთქვათ ხასიათში ის მის ღვთაებრივ, ანუ ზეღმერთის ღვთაებრივ ბუნებას ხედავს. გარდა ამისა, აქ შესამოსელი არის ისო თქვენ გახსოვთ, აი ადამი და ევა როცა ცოდვით დაეცდნენ და ღვთის მადლი განიძარცვეს, ღმერთმა ის ტყავის შესამოსელი ჩემოსა, ხოლო ზეღმერთმა ეს შესამოსელი ისევ განზარცვა ადამიანებს, ანუ ტყავის შესამოსელი სიკვდილის შემოცილებას ნიშნავდა იქ, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ტყავი მკვდარი სხეულის გარეკანია, განიძარცვა რა ადამიანმა ეს, განზარცვა რა ქრისტემ სიკვდილი ადამიანს, ისევ შემოსა
მას ქრისტე და სხვადასხვა ნათლისღების დროს როცა ჩვენ ვამბობთ რომ ქრისტე შეგვიმოსიეს, ქრისტე შემოსილება სწორედ აი ამ კვართში არის ნაგულისხმები და ასევე ნათლისღების სიმბოლოა, წმინდა წერილის სიმბოლოა და ასე შემდეგ. მაგრამ აი თქვენ რაც ბრძანეთ ძალიან სწორია რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ვის განეკუთვნებოდა ეს კვართი. და ეს კვართი განეკუთვნას ჩვენს ქვეყანას. აი წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ჩვენს ვიერზე მოთმობილი წმინდა მამა ცალსახად ბრძანებს რომ ქრისტეს შესამოსლის ფლობა არ ძალუს იმას, ვინც არღვევს და ყოფს ქრისტეს ეკლესიას. შესაბამისად, იმ დროისათვის ინება ღმერთმა და როცა დაარსდა ქართული ეკლესია, არ განყო და არ განარღვია ეკლესია და ამიტომ გახდა ის თქვათ წილღდომილი აი ამ კვართისა. აი ახლა შეიძლება უშუალოდ როგორ მოხდა ჩვენთან ეს კვართი და რატომ მაინც საქართველოში? ბუნებრივია შემთხვევით არაფერი არ რა თქმა უნდა. აი ჩვენ უკვე პირველასად ვთქვით რომ ქრისტეს ანუ ღვთაებრივი მადლმოსილებით ქართული ეკლესია შემდგომში იქნებოდა ეკლესია რომელიც არ განარღვევდა ქრისტეს, ანუ რომელიც ქრისტიანულ სწავლებაში წყალებლობას არ შემოიტანდა. არ გადაუხვევდა არც მარჯვნივ არც რა თქმა უნდა. მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენ ისიც რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილღდომილია ჩვენი ქვეყანა და ეს მოხდა მაშინვე მოციქულთა ხანაში მარცხულის ამაღლებიდან ფურსულად სულიწმინდის მოფენიდან მალევე და ცალსახად შეიძლება ითქვას ის რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი განკუთვნება ჩვენი ქვეყნისა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იყო ის რომ მან იცოდა რომ მისი ძის კვართი იყო მცხეთაში, კი ბატონო, საქართველოში. და ღვთისმშობლის წილღდომილობაც თავისთავად ცხადია განსაკუთრებული ჯილდოა ჩვენი ქვეყნის. თუმცა აქვე ცალსახად უნდა ვთქვათ კვართის და თქვენ იცით რომ ღვთისმშობლის კვართით საქართველოში იმყოფება. ხო? აი ეს სიწმინდეთა ფლობა და არა მარტო ეს ბევრი სიწმინდეა ჩვენთან არ ნიშნავს არავითარ შემთხვევაში ამპარტაუნებით დამოკიდებულებას. პირიქით ეს ნიშნავს იმას რომ მაცხოვრის სიტყვების თანახმად ვისაც მეტი მიეცა მას მეტი მოეთხოვება. ანუ პასუხისგებლობით ცხოვრებას. და რაც შეეხება როგორ მოხდა აი ეს ისტორია და რატომ მოხდა ერთმანეთთან გადამულიც არის, იმიტომ რომ როგორ მოხდა ეს ისტორია თავის თავში შეიცავს თხრობას თუ რატომ მოხდა ის ასევე ჩვენთან. ორი წყაროა ძირითადად რომელიც ჩვენ გვიყვება ამასთან დაკავშირებით, ეს არის მოქცევა ქართლისაი და ქართლის ცხოვრება. ასევე არის ცოტა მოგვიანო არსენ ბერისეული რედაქციაც, მაგრამ ეს რედაქცია ძირითადად აი ამ ორი წყაროს თქვათ თხრობას იმეორებს. აქ წარმოუდგენელი თხრობები ჩვენ აი რო შევკრიბოთ და კრებს და წარმოადგინოთ, ეხლა ვიცი რომ მაყურებლისთვის ძალიან და თქვენთვისაც ძალიან ცნობილია, მაგრამ მაინც მოკლედ შევეხებით, ხო? მას შემდეგ რაც იერუსალიმში გადაწყდა ქრისტეს ჯვარცმა ქართლის ცხოვრების თანახმად და არა მარტო ამ წყაროს თანახმად გადაწყდა რომ სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაბნეული ებრაელებისთვის მიეწერა წერილები, რათა ისინი ჩამოსულიყვნენ და მიეღოთ მონაწილეობა ქრისტეს განსჯაში. ეს წერილი მოვიდა მცხეთელ ებრაელებსაც და ქრისტეს ასე ვთქვათ განსაჯელად მიიწვიეს და წარიგზავნა მცხეთიდან ელიოზ მცხეთელი და ლონგინოს კარსნელი. თუმცა აქვე ჩვენ ისიც უნდა ვთქვათ რომ ელიოზის დედამ მათ დააბარა რომ არავითარ შემთხვევაში არ მიეღოთ მონაწილეობა ქრისტეს განსჯაში, ბატონო, და მართლაც ეს ასეც მოხდა. ისინი ჩადიან და ჩვენ მგონი მოვლენები, როცა ქრისტეს ჯვარსაც ისინი არღებულობენ არც სინედრიონში მონაწილეობას, პირიქით გულის ტკივილით უყურებენ ამ ყოველივე და სხვათა შორის უნდა ითქვას ის რომ ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს რომ სრულიად ებრაელი ერი არა მარტო ისრაელში მცხოვრები, ისრაელის საზღვარგარეთთან მცხოვრები ებრაელი ერი იყო მომხრე ქრისტეს ჯვარცმისა. შეიძლება ითქვას ერთადერთი აი ებრაული ტომიდან ერთადერთი თქვათ ერთადერთი ტომი რომელიც არ იყო თანახმა მათ და წინააღმდეგი იყო მაცხოვრი ჯვარცმისა იყო სწორედ მცხეთელი ებრაელები და სწორედ ამიტომ აი აქვე აი როგორც იყო გითხარით ამ ისტორიაში არის ჩართული თუ რატომ მოხდა ჩვენთან კვართის განგულება, იმიტომ რომ სწორედ აი მცხეთაში აღმოჩნდა ჭეშმარიტი ებრაელების მოლოდინის ნამდვილი მიზეზი. რას გულისხმობთ რომ ებრაელები ხო ელოდნენ მაცხოვარს, არა, მაგრამ მათ შემდგომ მაცხოვარიაც ვეჯვარს. ერთადერთი რომელმაც მიიღო ებრაელთაგან მაცხოვარი შეიძლება ითქვას იყო სწორედ მცხეთელი ებრაელები. და სწორედ ამიტომ ელიოზის დედის სიტყვები, როდესაც მაცხოვარი აღესრულა და ცნობილია ის რომ ჩაქუჩების ხმა ჩაესმაო და
იკრჩხიალა ასეთ წერია. წარმოთქვა მშვიდობით მეუფება უღურიათაო, რამე თუ მოჰკალთ თავის ამაცხოვარი და მხსნელი და იქმნენით ამიერიდან მტერ შემოქმედისა. ესეც სასწაული ხო? აი ეს არის ძალიან დიდი სასწაული. დიახ, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულად მცხეთა და იერუსალემი ძალიან დაშორებულია ერთმანეთს, ის რაც ქრისტეს ჯვარცმის დროს მოხდა, ის განიცადა ელიოზის დედამ და იმდენად განიცადა, რომ ფიზიკურად გარდაიცვალა ის თქვენი კი ბატონო. და ამის შემდგომ ის კვართი, რომელიც იოანეს სახარებაში არის ამასთან დაკავშირებული თხრობა, მას ორი ან მაცხოვარს ზითად ორი შესამოსელი ჰქონდა, ხო? მოსასხამი, ანუ ქიტონი და კვართი, ანუ ჰიმატიონი. ქიტონი დაანაწევრებს, ხოლო ჰიმატიონი, ანუ კვართი ხოლო კვართი, ესე იგი გაინაწილეს. კვართი გაინაწილეს და წილი ყარეს და კი ბატონო. მცხეთელებრელებს, მცხეთელებრელებმა წამოიღეს ეს განიგულეს თავისთვის ეს კვართი და ჩამოასვენეს საქართველოში და ცნობილი ფაქტი, როცა ელიოს მცხეთელს შეეგება მისი და სიდონია, ეს კვართი ჩაიკრა და ყის აღესრულა. ძალიან დიდი ძალისხმევის მიუხედავად მეფეს უნდა და ხო მაშინ გადარკი მეფეს რომ შეემოსა ეს კვართი, თუმცა ვერაფრით ვერ გამოართვეს მას და გადაწდა რომ ამ კვართის თანხლებით დაეგრძალათ სიდონია და დაგრძალეს კიდეც. სხვათა შორის აი ეს მისი კვართის დაგრძალულობა სად დაგრძალეს გასაიდუმლოებული იყო. ანუ ეს ყველაფერი ახლა რაც შემოყვებით ხო პირველ საუკუნეში მოხდა რა მაცხოვრის ჯვარცმისასთან 30 წელს და 33 წელს უკაცრავად. და შემდგომ ამას ამ ისტორიას მეოთხე საუკუნემდე თითქოს დავიწყებას მიეცა ეს ისტორია. ელიოზის შთამომავლები ამ ისტორიას მალავდნენ. ამას ახლა ქონდა თავისი მიზეზი. მთავარი მიზეზი იყო ის, რომ არავის არ უნდა ცნოდათ უფლის კვართის სამყოფელი, ზუსტი სამყოფელი. იმიტომ რომ წინასწარმეტყველების თანახმად უფლის კვართი გამოვლინდება, როცა ქრისტე მეორედ მოვა. ანუ ეს პირდაპირ ესქატოლოგიასთან, ანუ ქრისტეს მეორე მოსვლასთან არის კავშირში. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ასევე მცხეთაში ინახება ელია წინასწარმეტყველის ხალენი. მისი ადგილსამყოფელი ცნობილია ჩვენთვის დღეს და მის სხვადასხვა მისი მოხვედრაც არ ვიცი ჩვენ ქართლში განსხვავებით კვართის ისტორიისგან არ ვიცი როგორ მოხდა ის მაგრამ თქვენ იცით რომ ელია წინასწარმეტყველის მეორე მოსვლას უკავშირდება ხო ის ზეცად აღამაღლა აღიტაცა ღმერთმა და იოანე მახარებლის აპოკალიფსის თანახმად ანტიქრისტეს მეფობის პერიოდში იგი აღდგება მკვდრეთით ქრისტიანთა განსამტკიცებლად და აი ეს ორი ღვთაებრივი განგებულებით მიმალულია ადამიანის თვალთაგან და მეოთხე საუკუნემდეც თავის ხადიას ასე იყო. რატო ვახსენებ მეოთხე საუკუნეს? მეოთხე საუკუნეში თქვენ იცით რომ საქართველოში ჩამოდის წმინდა ნინო. წმინდა ნინო როცა საქართველოში შემობრძანდება, აქ უკვე მას გარკვეული ქრისტიანული თემები ხვდება, იგივე ებრაული თემები. მაგრამ მოციქულებს აქ ნახადაგებით პირველ საუკუნეში და ბუნებრივია რომ ბატონო პირველი ქრისტიანი კი ბატონო ნამდვილად ასე იყო წმინდა ნინო ჯერ კიდევ აი თავისი სომეხი გამზრდელისგან მიაფორისგან იგებს რომ საქართველოში არის მცხეთაში არის დაკრძალული უფლის კვართი და მისი ერთ-ერთი საქართველოში წამოსვლის მიზეზი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს იყო რომ ის ეძებს ადგილს სადაც კვართია დაკრძალული უფლისა და მართლაც მოდის და ნუ შემდგომ ის როცა ესე იგი ჩამოდის მცხეთაში აბიათარ ბუდელს ხვდება ის და აბიათარისგან იგებს ის პირველად სწორედ ამ საერთოდ ამ კვართის ისტორიას და არა მარტო კვართის ისტორიას, არამედ კვართის ადგილსამყოფელის შესახებ, თუმცა ესეც უნდა ითქვას, რომ წმინდა ნინოს არ ახმოვანებს ამას. წმინდა ნინოს მალავს მის ადგილსამყოფელს, ვინაიდან ღვთაებრივი განგებულებით ეს არ შეიძლება საცნაური ყოფილიყო. ნუ ყველაზე მთავარი, ერთ-ერთი მთავარი ის არის ამ ისტორიაში, რომ თქვენ იცით, რომ როცა სიდონია დაკრძალეს, იქ აი ამ წყაროების თანახმად ამოვიდა ლიბანისებრთა ჯიშისხე კვიპაროსი, კი ბატონო, რომელიც გაიზარდა და სხვათა შორის აი ამ ბაღს, სადაც ეს კვიპაროსი იყო ამოსული, წმინდა ნინოს ცხოვრებაში ეწოდება 60-ის ბაღი და აი ამ 60-ის ბაღში მიუთითეს ნინოს რომ იქ იყო ერთ დიდი კვიპაროსი და შესაძლოა ეს ყოფილიყო ადგილი, სადაც იყო დაკრძალული ეს
და როცა მეოთხე საუკუნეში წმინდა ნინოს 8 წლის და ღვთისნების შედეგად ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა და თქვენი ცით მეფე მირიანი ცოტა მოგვიანებით პირველად ნანადეფალი მოიქცა და შემდგომ კი ბატონო მირიანი მათი ხსენებაა დღეს. კი ბატონო დღესაც ნამდვილად მათი ხსენებაა ნამდვილად და აი როცა მირიანმა გადაწყვიტა რომ სახელმწიფო რელიგია გამოეცხადებინა ქრისტიანობა იქვე გადაწყვიტა რომ ტაძარი აეკოთ ხო და ჩვენ ვიცით რომ ფათერს აქვე ერთ მომენტს მინდა კიდე გავუსვა ხაზი კერძოდ აი ჩვენ თქვით რომ მეოთხე საუკუნემდე ეს ამბავი თითქოს დავიწყებული იყო აი მოგცავე ქართლისთავში საინტერესო შედარება ხდება თქვენ გახსოვთ როცა მაცხოვარი ჯვარს ეცვა და დაკრძალეს მაცხოვრის ჯვარცმას მეოთხე საუკუნემდე კონსტანტინე მეფემ და დავიწყებული იყო სანამ არ მოხდა ჯვრის პოვნა და ჯვართამაღლება აი ამ ისტორიულ ჭრილს ხშირად ადარებენ აი ჩვენს მიერ ხსენებულ ისტორიას რომ აქაც მეოთხე საუკუნეში მოხდა ესე იგი ქრისტეს კვართით დაინტერესება კიდევ ერთხელ წმინდა ნინოს ინიციატივით და აი ამ ხისგან კვიპაროსისგან მოჭრეს სვეტები 7 სვეტი იცით თქვენ და 6 სვეტი თავისთვის განკუთვნილ ადგილას ჩასვეს ხოლო მე-7 სვეტს რა ვერ უყვეს და შემდგომ წმინდა ნინოს ლოცვის შედეგად ანგელოზმა აღამაღლა ღვთაებრივად აღამაღლა სასწაულებრივად აღამაღლდა ეგ სვეტი და მის ვთქვათ განკუთვნილ ადგილას ჩაჯდა რაზეც მერე დაეშენა ეს ტაძარი და ამიტომაც ეწოდება მას სვეტი ცხოველი ანუ ცხოველი ძველ ქართულად თქვენი ცოცხალს ნიშნავს გარდა ამის ამას თავის ძალიან დიდი საღვთისმეტყველო დატვირთვა აქვს ზოგადად სრატმსვეტი მაინცსა და მაინც სვეტი ეს არის სარწმუნოების სიმბოლო სიმტკიცის სიმბოლო აი მაგალითად პავლე მოციქული თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს რომ ეკლესია ეს არის სვეტი ჭეშმარიტებისა, სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა. ანუ როგორც სვეტზე არის დაფუძნებული შენობა, ასევეა ქრისტეზე დაფუძნებული ეკლესია. ანუ ეს ქრისტეს ეკლესიის ერთობის და სიმტკიცის სიმბოლოა. რაც შეეხება ცოცხალი სვეტი რატო? მარტო იმიტომ არა, რომ ესე სასწაულებრივად ცოცხალს გავდა თითქოს ეს სვეტი არა, თავისი დამაღლდა და ჩაჯდა თავის განკუთვნილ ადგილას. სიცოცხლის სვეტი ამ შემთხვევაში იგულისხმება ცხოვრებას, თქვენ იცით ძველ ქართულში სიცოცხლე და ცხოვრება სინონიმები იყო და ორივე ნიშნავდა ცხონებას. ანუ ეს სვეტი ცხონებასთან არის ნაზიარები. ამ სვეტიდან ცხონება, სიცოცხლე, ცხოვრება მოედინება მადლმოსილებითად ადამიანთა და განსაკუთრებით ქართველთა მიმართ. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აი წეხან მირიან მეფე ვახსენეთ, რომელიც ენებაც არის დღეს ხო და მირიან მეფე როცა ეს მოიწვია კირითხუროები, ეს მოგცევი ქართლისთავში ვკითხულობ, საბერძნეთიდან ჩამოდიან კირითხუროები. სხვათაშორის აქვე წერია რომ საბერძნეთიდან ამ კირითხუროებს ჩამოაქვთ ფეხთაფიცარი მაცხოვრის, ანუ რაზეც მაცხოვრის ფეხები დაამსჭვალეს ჯვარზე და ასევე ერთ-ერთი სამსჭვალი, რითიც მაცხოვარი ასევე ჯვარზე მიამსჭვალეს. და აი ამ ცხოვრებაში წერია რომ ესე იგი ეს ფეხთაფიცარი ერუშეთში დატოვეს და იქ ახალ აშენებულ ტაძარში, ხოლო სამსჭვალი მანგლისში და მირიანიოს ძალიან ეწყინაო რომ თუ მცხეთაში არაფერი ჩამოიტანესო და მას შემდგომ იქვე ახლა დადგენილი იოანე მთავარეპისკოპოსი ეუბნება რომ მცხეთაში ნუგეშინია მირიან მცხეთაში ყველაზე დიდი სიწმინდეა და ეს სიწმინდე არის უფლის კვართი და აი ამ დროს გახდა მირიანისთვის ცნობილი რომ თურმე უფლის კვართი ყოფილა თქვათ დაკრძალული მცხეთაში. აი და ამის შემდგომ უკვე დაიწყო სვეტიცხოვლის დღევანდელი ჩვენი დიდებული ტაძრის და ჩვენი მართლაც საქართველოს ისტორიის აბსოლუტურად ყველა ჭრილობა თუ სიხარული კედელზე აქვს აღწერილი აი ამ მართლაც უდიდეს ტაძარს, რომელიც მარტო ტაძარი არ არის ჩვენთვის, ეს არის ისტორია პირველივე საუკუნიდან დაწყებული, მეოთხეთი გაგრძელებული, პირველად ხის ეკლესია აიგო სწორედ მირიანის და ნინოს დროს, შემდგომში მე-5 საუკუნეში უკვე ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკა აღაშენა და უკვე მე-11 საუკუნეში დღევანდელი სახით, რომელიც ასევე დღეს არის მელქისედეკი პატრიარქის ხსენება, მისი კურთხევით, ეს არის გიორგი მე-11-ის ხანა, აღშენდა ეს დიდებული ტაძარი, უკვე დღევანდელი სახით, ეს გუმბათოვანი ტაძარი, ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, რაც დღეს არის მცხეთაში. ამის შემდგომ ძალიან ბევრი თქვათ დაზიანება განიცადა სვეტიცხოველმა, მაგრამ
ღვთის წყალობითა და მადლით მას პირვანდელი სახე არ დაუკარგავს. დიახ, მცხეთას უწოდებთ მეორე იერუსალიმს და აი სწორედ მინდა გკითხოთ რა მნიშვნელობას ძენს უფლის კვართის არსებობა მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, სვეტიცხოვლის თვითთავად და ის უამრავი სიწმინდე ასევე, რაც არის დავანებული ამ დიდებულ ტაძარში, რომელიც ჩვენი ისტორიის უტყვი მოწმია, როგორც თქვენ ბრძანეთ, რა მნიშვნელობას ძენს მცხეთას და ჩვენს ქვეყანას ზოგადად საქართველოს. დიახ, თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანეთ, რომ მცხეთას არ ეწოდება შემთხვევით მეორე იერუსალიმი. რატო ეწოდება, ესე ძალიან საინტერესოა. რატომ დარდება მაინც და მაინც იერუსალიმს? მარტო იმიტომ არა, რომ ვთქვათ, აი მცხეთა იერუსალიმის სიწმინდის თანატოლია. თქვენ იცით, რომ იერუსალიმში არის მაცხოვრის საფლავი, რა, სადაც მაცხოვრის 3 დღე ყოფობდა მისი სხეული, უბრალოდ 3 დღე ყოფობდა და 3 დღის შემდეგ აღსდგა. ანუ იქ ახლა აღარ არის მაცხოვრის სხეული და არც არასდროს იქნება. ხოლო მცხეთა არის ადგილი, სადაც მაშინდან დაწყებული დღევანდელი დღის ჩათვლით და ვიდრე მეორე მოსვლამდე გიებს საფლავი მაცხოვრის კვართისა. აი ეს საფლავი მაცხოვრის კვართისა არის საფლავი მაცხოვრის კვართისა და თქვათ არა იქ ნამდვილად არის მაცხოვრის კვართი. ეს ნიშნავს იმას, რომ ნიშნულობითად, იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრეთ კვარზე, კვართი თვითონ ნიშნავს უფალს, რომ ეს არის, ესე იგი უფალმა წარმოიდგინე ყველაზე ნივთიერი, აი ეს რაც კი სიწმინდე არსებობს, ხო თქვენ იცით, რომ ნივთიერებები წმინდა იმ შემთხვევაში ხდებიან, როცა მათ საღვთო მადლი გამშვალოს. ღვთისმშობელმა მოუგსო. რა თქმა უნდა, და ეს კვართი მაცხოვრის ყველაზე ახლო ნივთიერება იყო, ესე რომ ვთქვათ, ხო, რომელიც თავადვე იყო გამშვალული ღვთისმადლი და ინება ღმერთმა და ის მცხეთაში დაავანა. როგორც უკვე თქვით, ელიას ხალენთან ერთად. თუმცა ელიას ხალენი ცოტა ადრე შემოვიდა. და აი სწორედ აი ეს ზენს მცხეთას მეორე თავარი მიზეზი ეს არის, რომ მცხეთა იწოდება მეორე იერუსალიმად. თუმცა მარტო ეს არა, თვითონ მცხეთის სხვათაშორის არქიტექტურაც ამკუთხედს. ტოპონიმიკაც იმეორებს, დიახ. ბატონო, იქ ჯვარი, მაცხოვრის ჯვარცმას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი იცით რა არის, რომ აი რაც რითიც უკვე ზემოთ ვახსენე, რომ ეს რა თქმა უნდა არის რჩეულობა, ეს რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პატივი, რაც აი ინება ღმერთმა და აი ამ ქალაქში დაავანა, მაგრამ ამასთანავე ეს ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ სიწმინდის ფლობა არ არის ასე ვთქვათ, გარანტია ცხონებისა, ესე რომ ვთქვათ. სიწმინდეები იმდენი ქონდათ ებრაელებს, რომ და აღთქმის კიდობანი ერთხელ ესე ღვთის დაუკითხავად გაიტანეს ფილისტიმელთა წინააღმდეგ, როცა ბრძოლობდნენ და ეგონათ, რომ უშველიდათ და არათუ უშველა დახოცეს ებრაელები და ეს აღთქმის კიდობანი საერთოდ გაიტაცეს. რა თქმა უნდა, მე ეს სასწაულებრივად დააბრუნა ღმერთმა, მაგრამ ეს არის მაგალითი იმისა, რომ მარტო სიწმინდის ფლობა ერს ვერ უშველეს, თუ კი ამ ერმა შესაბამისი ცხოვრებით ცხოვრება არ შეუსადაგა ამ სიწმინდეს და როგორც უკვე თქვით, რახან მეტი მიეცა, მეტიც მოეთხოვება. პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია. რა თქმა უნდა, რომ ქართველებს აქვს პასუხისმგებლობა და ღმერთმა ინებოს, რომ ამ პასუხისმგებლობით ახსავსე ქრისტიანული ცხოვრებით ეცხროს ჩვენს ერს, რადგან ეს არის ერთადერთი გამოსავალი და ერთადერთი გზა ჩვენი ხსნისა და გადარჩენის. ღმერთმა ინებოს. ძალიან ცოტა დრო გვრჩება. მამა გიორგი დაახლოებით აი წუთნახევარი, მაგრამ აი მინდა გკითხოთ ამ თემასაც შევეხოთ. აი კომუნისტების პერიოდში ვიცით, რომ უფრო რაღაც საერო ჭრილში განიხილებოდა ეს დღესასწაული, მცხეთობა ესე აღნიშნავდით და შემდგომ უკვე აი 90-იანი წლებიდან აღნიშნავთ სვეტიცხოვლობას ისე როგორც უნდა აღნიშნავდეთ, მაგრამ თითქოს აი ეს რაღაცნაირად ტრადიცია შენარჩუნდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში და სიწმინდეს კი არ მოილოცავენ და ტაძარში კი არ მიდიან, თქვა და წირვას კი არ ესწრებიან, არამედ უბრალოდ მცხეთაში ჩადიან იმისთვის, რომ რესტორანში ან სადმე ესეთ ადგილას დასხდნენ და საერო თვალსაზრისით აღნიშნონ მოკლედ ეს დღე. აი ამასთან დაკავშირებითაც ერთი-ორი სიტყვა რომ თქვა და დავასრულოთ. აუცილებლად ძალიან სწორი ასპექტი დასვით, იმიტომ რომ ეს არა მარტო მცხეთობას ეხებოდა, ვთქვათ, საბჭოურ პერიოდში ყველა დღესასწაულს ასე ვთქვათ, ალავერდობაც ასე იყო ხოლმე, ხო? და იმიტომ რომ ხა იცით უღვთო მთავრობა იყო და მათ უნდათ რომ დღესასწაული დაევიწყებინათ ხალხისთვის და ეს გადაეფარათ ღრეობით, რომ თითქოს მარტო ღრეობაა დღესასწაული. რა თქმა უნდა, ასე არ არის. მეორე მხრივ თავისთავად ცხადია, არც ტრაპეზ და არც თუნდაც რესტორანში წასვლას ქრისტიანობა არ ეწინააღმდეგება, ხო, მაგრამ აი რა არის მთავარი, რომ ნებისმიერი დღესასწაულის აღნიშვნა
უნდა ხდებოდეს უპირველეს ყოვლისა ქრისტიანულ ეკლესიაში. და ყურეთ, თვითონ სიტყვას ვთქვი დღესასწაული, ანუ სასწაული თავის თავში ნიშნავს სასწაულს. ანუ ჩვენ ამ დღემ რა გვასწავლა? აი ამის გაცნობიერებით უნდა ხდებოდეს დღესასწაულის აღნიშვნა, ღვთისმსახურებაზე დასწრებით უნდა ხდებოდეს დღესასწაულის აღნიშვნა, ღვთისმადლის მიღებით უნდა ხდებოდეს დღესასწაულის აღნიშვნა და შემდგომ ამისა თქვენ რას ბრძანეთ ასე ვთქვათ მეორე ტრაპეზი და ასე ვთქვათ ხორცელი მუგეშიც არ არის რა თქმა უნდა ეს წირვის გაგრძელებაა ჩემი პირიქით რა ვთქვათ რა თქმა უნდა ქრისტიანულ ჭრილში და ფარგლებში მოქცეული ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიღრმისეული განმარტებისთვის საინტერესო საუბრისთვის დაგვეცეხავთ და ყველას ულოცავ მთელ საქართველოს ეს არის თქვენი სწორი ბრძანეთ არა მარტო რელიგიური, არამედ ეროვნული დღესასწაული ჩვენი და აი ღმერთმა ინებოს რომ ქრისტეს წმინდა კვართი იყოს ჩვენი წამმართველი ზეცათა საქართველოში. დიდი მადლობა. შევახსენებთ მაყურებელს გადაცემის სტუმარი იყო სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური მამა გიორგი ვაშალომიძე.